Sakstatma, როგორც აღნიშნე, დღეს ძალიან მზარზე იმით, ყველა ოცნების მედიამ იმედით დაწყებული რუსთავი 2 დამთავრებული ერთი და იგივე message box-ით მოგვაწოდეს ინფორმაცია მოსახლეობას, რომ ხალხო ყველაფერი რიგზეა, უსმენთ აი ამ კონსერვატორებს, რომლებიც მუდმივად საუბრობენ დემოგრაფიულ კატასტროფაზე, ქართველების წილის შემცირებაზე და უცხოელების მასიურ შემოსვლაზე. ეს ყველაფერი ტყუილია და არ გჯერათ, აგერ Sakstat-ის მონაცემი რუსთავი 2-ის დღევანდელი საინფორმაციო სიუჟეტია. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3.929.000, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით 5.8%-ით მეტია. მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები Sakstat-მა დღეს წარადგინა. აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არ მქონე პირები. Sakstat-ის მონაცემებს დეტალურად ლელა ჯავახიშვილი გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. ლელა, გისმენთ. საყოველთაო აღწერით 2014 წლის მონაცემებთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა 215,777-ით არის გაზრდილი, 5.3%-ითაა გაზრდილი ქალაქის მოსახლეობის წილიც, რაც 62.5%-ს უტოლდება. დედაქალაქში მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წლის მონაცემებს 20%-ზე მეტით აღემატება, რეგიონების მიხედვით კი თბილისის გარდა მოსახლეობის მატება ფიქსირდება აჭარასა და ქვემო ქართლში, დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენციაა. Პოზიტიური ინფორმაცია 14 წლის შემდეგ, ჩვენ თურმე 2014 წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს 5%-ით მოსახლეობის ზრდა და მოკლედ ყველაფერი კარგად ყოფილა, მეგობრებო. ეხლა ციფრებით ვიმსჯელოთ. აი ეს არის სპეციალურად მომამზადე დღეს Sakstat-ის 2017 წლიდან მოყოლებული, ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობა წლების და მიხედვით. თქვენ ხედავთ, რომ 2017 წელს საქართველოში დაიბადა 53,000 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 47,000. თუმცა ოცნების გასაოცარ მართლობასთან ერთად ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა იკლებს და აგერ კვლავ დაუბრუნდეთ, უკვე 2018 წელს 51,000 ბავშვი დაიბადა, 2,000-ით ნაკლები და გარდაიცვალა 46,000. 2019 წელს უკვე 48,000 ბავშვი დაიბადა, ანუ ყოველ წელს არის კლება და გარდაცვლილთა რაოდენობა მეტნაკლებად იდენტურია. უკვე 2020 წელს უკვე ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა არის 46,520 ბავშვი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა არის 50,000, ანუ -4,000 ადამიანია და 2020 წლიდან მოყოლებული 2021 წელი ნახეთ 45,000 ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაიცვალა 59,000. 2022 წელს დაიბადა 42,000 ბავშვი, 2022 წელს გარდაიცვალა 59,000 ბავშვი. 2023 წელს კვლავ კლება გვაქვს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობის 40,000, გარდაიცვალა 42,000. 2024 წელს დაიბადა 39,000, გარდაიცვალა 43 და 2025 წელს დაიბადა უკვე 37,000 ბავშვი და გარდაიცვალა 44,000. სტატისტიკას როდესაც კითხულობ, თლად კატასტროფის მასშტაბს ვერ აღიქვავ და -7,000 ადამიანი რას ნიშნავს, იცით მეგობრებო? ბორჯომის ზომის ქალაქი გაქრა. ბორჯომის ზომის რაოდენობა ადამიანების რაოდენობით გულისხმობ, ერთ წელიწადში გაქრა. იმიტომ რომ მეტი გარდაიცვალა და ნაკლები დაიბადა. ამ ვითარებაში, როდესაც სულ გვაქვს აგერ საკუთარი თვალით ხედავთ, ეს მე ხო არ დამიწერია ეს რიცხვები, ეს ყველაფერი არის აღებული Sakstat-ის ოფიციალური გვერდიდან. ანუ მინიმუმ 6 წელია ჩვენ გვაქვს უარყოფითი ცოცხლად დაბადებულთა მაჩვენებელთა რაოდენობა. იბადება ლოგიკური კითხვა. თუ ქართველები და საქართველოს მოქალაქეები შობადობის კუთხით ცოტავდებით, ვის ხარჯზე მოიმატა ჩვენი ქვეყნის რაოდენობა 5%-ით. ვის ხარჯზე? ეს ხალხი, რა ვიცი, ციდან ჩამოვარდა, ხო იცით, ბავშვებს რო ზღაპრებში ეუნებოდნენ, რომ იმან რა ვიცი, წერომ მოიყვანა ეს ბავშვები, თუ საიდან გაჩნდა ეს ახალი ხალხი? ცხადია, საიდან გაჩნდა და ამ ხალხს ხედავ ყოველდღე ქუჩაში, როდესაც დავდივართ. იმიგრაციის ხარჯზე. დიდი ხანია უკვე ოცნება ატარებს სრულიად უგუნურ ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას, როდესაც მათ შორის აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან, სადაც ჭარბი მოსახლეობაა, იმიტომ რომ იქ სხვანაირი საზოგადოებაა, იქიდან მეზიდება მოსახლეობას და ის დეველოპერული სამშენებლო კომპანიების პოლიტიკა, რომელიც ასევე მთავრობის მიერ არის შექმნილი და ხელშეწყობილი,
მათი ბუნებრივი კომერციული ინტერესია ამ ახალაშენებულ კორპუსებში დაასახლონ ეს უცხოელები. ეს არის, მეგობრებო, ძალიან მარტივი ლოგიკური ახსნა. და უყურეთ, აი სულ რო გვერდზე გადავდოთ აი ეს სტატისტიკური მონაცემები, არა და ნუ ეს არგუმენტი, ეს ფაქტია, ეს არ არის ჩემი სუბიექტური უბრალოდ ანალიზი. აი მოდით საყოფაცხოვრებო დონეზე დავიყვანოთ ეს საკითხი. იმიტომ რომ საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, ხო? საქართველო არის ძალიან პატარა სახელმწიფო და შეიძლება ითქვას მესამე, მეოთხე ადამიანის მეშვეობით მთელი საქართველო ერთმანეთს იცნობს. იმდენად პატარა სოციუმი ვართ. ჩვენი მასშტაბებიდან გამომდინარე. უყურეთ, საქართველოში მე ჩემი თავიდან დაწყებული და დარწმუნებული ვარ, აი თითოეული თქვენთაგანის გარშემოც იგივე სურათია, მე არ მეგულება საკუთარი თავის ჩათვლით ოჯახი, პიროვნება, რომლის ნათესავები პირდაპირ ოჯახის წევრები, უბნელები, თანასოფლელები და ასე შემდეგ არ არიან საზღვარგარეთ. ნუ არ არის საქართველოში ოჯახი, რომელთა ერთი წევრი მაინც არ არის საზღვარგარეთ წასული. და ეს ხალხი ძირითადად წავიდა ოცნების ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ. ლომის წილი, ემიგრაციის ლომის წილი მოხდა სწორედ ამათი მთავრობაში მოსვლის შემდეგ. ეხლა იბადება კითხვა. თუ საქსტატის მონაცემები გვეუბნება, აგერ, აი რაც ცალ-ცალკე რო ავიღოთ და არა რაღაც დღეს ვიხილეთ. რომ უფრო ნაკლები იბადება, ვიდრე ყდება. საკუთარი ემპირიული დაკვირვების შედეგად ვაანალიზებთ, რომ ჩემი ბიძაშვილი, ჩემი მამიდაშვილი, ჩემი დეიდაშვილი, ჩემი კარის მეზობელი, ჩემი თანასოფლელი არის სადღაც სხვაგან წასული. სოფლები დაცლილია, უბნები დაცლილია. ვის ხარჯზე მოიმატა ჩვენმა ქვეყანამ? ეს ხომ ძალიან მარტივი და ლოგიკური კითხვაა. ვის ხარჯზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე. ამიტომ მეგობრებო, თავიდან ბოლომდე საქსტატის აი ეს რაღაცა დღევანდელი манипуლაციური ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე, არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ. ეს არის ხელისუფლების მორიგი ფასადური მცდელობა, კვლავ დააბნიოს ხალხი, როგორც ჩვევიათ ხოლმე, ხო? ანუ ქართული ოცნება ხო რაღაც პროპაგანდით არის განთქმული. მთელი ქართული ოცნება დგას პროპაგანდაზე. მეტი ხელშესახები რაღაცა რაღაცა ფაქტი მათ მხარის არ არის. შესაბამისად, ეს არის მტკნარი სიცრუე, ქვეყანაში არის ძალიან მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა, ქართველები ცოტავდებით თვალსა და ხელშუა, არანორმალური მასშტაბით მცირდებით, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში იზრდება. სულ სხვა ქვეყნის მოქალაქე არ შემოდიოდეს ჩვენს ქვეყანაში, თავად ქართველების შობადობის მაჩვენებელიც არის კატასტროფული. ანუ ჩვენ ვერ ვახერხებთ პოზიტიურ რეპროდუქციას საკუთარი თავის. ცხადია, ეს პრობლემა მარტო ფინანსურ საკითხს არ უკავშირდება, თუმცა ეგეც მნიშვნელოვანია. და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც საჭიროებს ცხადია სამ რაღაცას. სახელმწიფოს მხრიდან. პირველი ეს არის სწორი საინფორმაციო და იდეოლოგიური მუშაობა მოსახლეობასთან და ასევე ყველა დემოგრაფი ცალსახად აცხადებს, რომ და ეს ისედაც ჩანს, სადაც მაღალია ტრადიციული ღირებულებები, სადაც მაღალია რელიგიური წარმოდგენები, იქ მოსახლეობა იზრდება. ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, რომელი რეგიონია, რომელიც იზრდება? ქვემო ქართლი და აჭარა. რატომ? იმიტომ რომ რელიგიური უმცირესობები ცხოვრობენ. სამწუხაროდ, ქართველებით დასახლებულ ან ქრისტიანებით დასახლებულ რეგიონებში, არ ვიცი, არ აქვს მაღალი შობადობა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, აი ეს რელიგიური შეხედულება, ტრადიციული შეხედულება ოჯახისადმი, ქალის როლისადმი, კაცის როლისადმი არის შეცვლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ახსნი. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე რეგიონში, სადაც ქართველები ცხოვრობენ, შობადობა არის დაბალი, მაგრამ სადაც არ ცხოვრობენ ქართველები, მაგრამ რელიგიური სოციუმია, იქ შობადობა არის მაღალი.
მეგობრებო, აგერ თავად ჩვენი ქვეყნის მაგალითზეც ეს ჩანს და სულ როგვერდზე გადავდოთ ჩვენი ქვეყანა, ყველა სახელმწიფოში იდენტური სურათია. აი ამერიკის მასშტაბითაც რომ ავიღოთ, სადაც არის ტრადიციული, კონსერვატიული ან რელიგიური შტატები ან რეგიონები, იქ შობადობა არის ძალიან მაღალი, ხოლო ლიბერალურ შტატებში არის შობადობა ძალიან დაბალი და დიდწილად მიგრანტების ხარჯზე ხდება მოსახლეობის შენარჩუნება. ამიტომ პირველ რიგში ცხადია ეს საკითხი უკავშირდება სწორ საინფორმაციო იდეოლოგიურ მუშაობას, მათ შორის ახსნას, სწორ კომუნიკაციას აბორტებთან დაკავშირებით, აბორტის სიტყვა მე არ მომწონს და მირჩევნია მუცლადყოფი ბავშვების მკვლელობის საკითხი ეს სიტყვა წინადადება ვიხმაროთ, იმიტომ რომ ეს უფრო შეესაბამება და არა ის რაღაცა შეფუთულის სიტყვა, რომელიც რაღაც ჩემი აზრით დეჰუმანიზაციას ეწევა მუცლადყოფი ბავშვების. და ასე შემდეგ. ეს არის ამ კომპლექსური საკითხის ერთი მხარე. მეორე მხარე არის ცხადია სუფთა ფინანსური, ეკონომიკური ბერკეტები და საკითხები. ყველა დემოგრაფი ცალსახად აცხადებს, რომ რელიგიურ ან სოფხედველობით შეხედულების გარდა უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ფინანსური სტიმულირება და დაინტერესება საკუთარი მოქალაქეების, რათა მათ ოჯახები არჩინონ და პირდაპირ დახმარება გაუწიონ ბავშვის გაჩენაში და აღზრდაში. აი ჩვენი ბაბუების და ბებიების ეპოქაში რო დავაკვირდეთ იყო მრავალშვილიანობა, აი მაგალითად ბაბუა ჩემს ერთ დედის მხრიდან და მამის მხრიდან ბევრი ძმები და დები ყავდა. ნუ ძმები ჩემს შემთხვევაში ყველა ძმები ყავდა. დედის მხრიდან ბაბუას ყავდა 3 ძმა, სულ 4 იყვნენ, მამის მხრიდან 3 იყვნენ. შემდეგ აი მამა ჩემის თაობაში უკვე ნელ-ნელა 2 შვილზე ჩამოდის, აი ეს მაჩვენებელი დააკვირდით ეგ. და უკვე ჩვენს თაობაში ამ 90-იანებშიც 1-2 ბავშვი. აი ასე დაიწყო კლება. რას უკავშირდება ახლა ეს საკითხი? უკავშირდება, ნუ ცხადია პირველ რიგში როგორც აღნიშნე, რელიგიის და ტრადიციული შეხედულებების შესუსტებას საზოგადოებაზე. მეორე, ქალების ემანსიპაციას, ანუ ამ ლიბერალურმა, ფემინისტურმა შეხედულებებმა დაიწყეს ქალების მიმართ ეს მავნებლური კამპანია, რომ ქალი არ უნდა იყოს დედა, დიასახლისობა არის კაცის მონობა, რაღაცა ბავშვის გაჩენა, ეს არის საკუთარ კარიერაზე უარის თქმა და ეს ძლიერი დამოუკიდებელი რაღაც ფემინისტი ქალების, აი კოლექტიური ჩერგოლეიშვილების პროპაგანდა, რამაც ნუ საერთოდ მუსრი გაავლო მაგალითად ევროპის დემოგრაფიას, დასავლეთის დემოგრაფიას, აი საერთოდ დედა უტირა აი ბოდიში ამ გამოთქმისთვის. და ამის გარდა კიდევ ერთი ფაქტორი იყო ცხადია ეკონომიკურ, სოციალური და ტექნოლოგიური ცვლილებები. ბაბუა ჩვენი ბაბუების ეპოქაში, ნუ დიდწილად მოსახლეობა ცხოვრობდა სოფლებში და სახელმწიფოები იყო აგრარული. ხალხი დიდწილად იყო დაკავებული სოფლის მეურნეობით, მიწის დამუშავებით. შესაბამისად თუ მიწის დამუშავებით იკვებება ხალხი, რაც უფრო მეტი ადამიანი იბადება ოჯახში, ან არა მარტო მიწის დამუშავებას უკავშირდება ეს, მესაქონლეობას, ნუ სოფლის მეურნეობის დარგებს, მესაქონლეობა, ცხრის, ასე ვთქვათ, გაშენება და ასევე მიწის დამუშავება. ასეთი ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში ის ადამიანი, ანუ ბავშვი, რომელიც იბადება, ზედმეტი ბავშვი, ასე მოდი ასე ვთქვათ, მე-3, მე-4, მე-5 ბავშვი, ის ასევე ხდება მუშახელი. სადღაც 6, 7, 8 წლიდან უკვე ეს ბავშვი შეიძლება ჩართული იყოს საერთო ამ მეურნეობის სამსახურში. და ის ბავშვი მაგალითად თვითონ კი არ არის ამ აგრარული ურთიერთობების პირობებში რაღაც ფინანსური ღუზა, რომელიც უნდა არჩინო, არამედ პირიქით ის არჩენს ოჯახს. ის ეხმარება ოჯახს რჩენაში, მიწის დამუშავებაში, ცხრის ფარის მოვლაში, ძროხის მოვლაში და ამ შემდეგ. ამიტომაც იყო აქტუალური მრავალშვილიანობა. ანუ კომპლექსურად
რელიგიური, ტრადიციული შეხედულებები და პლუს ეკონომიკური იმდროინდელი ვითარება ხელს უწყობდა მრავალშვილიანობას. დღეს სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა, დღეს სოციალური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვი რო იბადება, აი ბავშვი რო ჩდება, შეიძლება ითქვას 18 წლამდე ოჯახს უწევს ამ ბავშვის რჩენა. ეს ბავშვი ვერანაირად ვერ მონაწილეობს, ну, გამონაკლის შემთხვევებს არ გულისხმობ. მე ვამბობ, აი, სტანდარტული საშუალო სტატისტიკური მოცემულობა ასეთია. 18 წლამდე და ჩვენ 40 წლის ბავშვებიც ვიცით, ხო, რომლებიც დედის და მშობლის, ასე ვთქვათ, დახმარების იმედად არის და ამაშიც მე ცუც ვერაფერს ვერ ხედავ ხა. რაც უფრო ოჯახის წევრებმა ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. მაგრამ ძირითადად ასეა, ხო? ამ ვითარებაში, როდესაც ერთი ბავშვი იბადება, ანუ ოჯახს უწევს არანორმალური ძალისხმევის და არანორმალური ფინანსების ჩადება იმაში, რომ ელემენტარული ეს ამ ბავშვის აღზრდა მოხდეს. და მე როგორც მაგალითად მშობელი, აი დეტალურად ვიცი და დაკვირვებული ვარ და ანუ ვიცი რა ჯდება, აი სუფთა ფინანსურად ერთი ბავშვის ყოლა. მით უმეტეს საქართველოსნაირ სახელმწიფოში, სადაც ყველაფერი ძვირია, ეკონომიკა არ არსებობს, სამუშაოები არ არსებობს და არაფერში არ გეხმარება სახელმწიფო. სახელმწიფო თავისთვის არის რაღაცა თვითონ უბრალოდ ფულს აკეთებს და მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ შენ არაფერი არ შეუშალო ამ კომფორტში.